პირდაპირ შეფასებას გთხოვთ დღეს მოსმენილის მუხათგვერდის სასაფლაოზე რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან. იცით, სერგო ორჯონიკიძე ცოცხალი რო იყოს, ამ პარტიაში იქნებოდა. მაგრამ ისიც ალბათ ძალიან დაბალი წარმოდგენის იქნებოდა აი ამ ხალხზე, რომლებიც არ ვიცი საიდან მოვიდნენ. ეხლა ეს ამბები მე წამომეწია თუშეთში. ანწუხელიძის სამშობლოში და აქ კიდევ უფრო გულის ამრევად ჟღერს ყველაფერი ის რაც წავიკითხე. აი აქ ეხლა თავისუფლების მოყვარე ლაღ მებრძოლ ადამიანებთან ვარ და აქ კიდე კითხულობ რაღაც მუხლება აკანტალებული პოლიტიკანების რაღაც სამარცხვინო განცხადებებს. იცით რაშია საქმე? არსებობს ესეთი ცნება პოლიტიკაში, სახელმწიფო საქმეებში და ამას ქვია ეროვნული ინტერესი. და ეროვნული ინტერესი არის ის, რაც დგას პოლიტიკურ, პარტიულ, პიროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ განსხვავებებზე მაღლა და აქედან იქნება ერი და აერთიანებს ყველას. ასეთი საკითხები არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, ომისა და მშვიდობის საკითხები მათ შორის. და როდესაც ერთი მხრივ შენ პირდაპირ რაღაც აი მონური მორჩილებით ერთ-ერთში იმეორებ რუსული პროპაგანდისტების ნათქვამს, ანუ მტრის ნათქვამს, მტრის არგუმენტებს შენი სამშობლოს წინააღმდეგ და მეორე მხრივ მტრად აცხადებ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატია და ევროპული მომავალი და ევროპელებს აცხადებთ ამ ქვეყნის მტრებად, რომლებმაც უსწრაფესად შექმნეს სამშვიდობო მისია, რომელიც დღემდე დგას საოკუპაციო ხაზთან, აი ამას ქვია ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. და დიდი ცვლილებები ამ ქვეყანაში არც არის მომდგარი, აუცილებლად მოხდება ეს დიდი ცვლილებები და თავის ადგილს მიუჩენს ყველას და ყველაფერს. ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ნუგონია ნურავის, რომ ვინმე აპირებს შეეგუოს იმ ვითარებას, რაც დღეს საქართველოში არის შექმნილი. მოვიარეთ თითქმის მთელი თუშეთი. ახლა ვართ ჩვენ ისმის დიახ, ისმის ბატონო ლევან ახლა ვართ ჩვენ კამერა კადრი კამერა გაასწორეთ პოზიცია და ნამდვილად მე მესმის თქვენი განწყობა განსაკუთრებით ანწუხელიძის გასწორდა ხომ კადრი მე მგონი დიახ გასწორდა ხო და იცით არც ერთი ადამიანი არ შემხვედრია რომელიც ამაყად იტყოდა რომ მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი არიან ადამიანები ვისაც თქვათ რაღაც გარემოებები აბრკოლებს უფრო თავისუფლად რომ გამოხატონ საკუთარი აზრი, იცით? მაგრამ აი შემოვიარე ეს ყველაფერი და მსგავსი არაფერი არ მინახე. ამიტომ იცით აი ძალიან შეიძლება ერთი მხრივ გასაკვირი იყოს ეგ, მაგრამ მეცხვარეებთან ვიყავი წასული წოვათის ხეობაში. ავედი მეცხვარეებთან მაინტერესებდა რა ხდებოდა და შემხვდა ადამიანი რომელმაც მითხრა რომ მეო კაცო შენ გიცნობო ჩვენო შეხვედრილი ვართო რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დავდიოდიო. გესმით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ აი ამ ყველაფერი დიახ და ეს ნიშნავს იმას რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს რუსული ზაკონების და რუსული პოლიტიკანების წინააღმდეგობა და მათი მიმართ შეუგუებლობა ბევრად უფრო ფართოა, რაც არ უნდა ზევიდან გადაიღოს ხოლმე იმედის დრონმა შაბათის მარშისა, რუსთაველის პროტესტის კადრები, აი საქართველოს ცაზე აფრინდეს და იქიდან გადაიღოს, იმიტომ რომ აი აქაც მე გეუბნებით, შემოვიარე თუშეთი, ვიყავი თუშმეცხვარეთან და იქ შემხვდა კაცი, რომელიც აი ამ რუსების კანონების წინააღმდეგაც იბრძვის და ყველაფრის. ამიტომ ამათ აბრძოლაში ესენი ვერ დაგვამარცხებენ. კი, შეიძლება ზიანი მოგვაყენონ, რა თქმა უნდა, და ადამიანები დააპატიმრონ არაფრის არაფრის გამო არა, თავისუფალი სიტყვის გამო, თავისუფლების სიყვარულის გამო, მაგრამ ამ ბრძოლას ვერ მოიგებენ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში გიორგი ანწუხელიძეს უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე ირაკლი კობახიძეს, ან მაგათ პრეზიდენტს ყაველაშვილს, ან კახა კალაძეს ერთად აღებულს თელ მაგ პარტიას. და აი ამიტომ ეგენი ვერ გაიმარჯვებენ. კი, ბრძოლა იქნება რთული, მაგრამ აუცილებლად ამ ქვეყანაში, როგორც აი თუშეთს ვერ დაიმონებენ, ისე ვერ დაიმონებენ მთელ საქართველოს. 2024 წელი ივანიშვილის რეჟიმისთვის გადამწყვეტია, სიცხადის წელია, შეიძლება ასე ითქვას, გამჟღავნებული რეალობის წელია. ამ წლის ბოლოს კობახიძემ გამოაცხადა, რომ ევროინტეგრაცია აღარ არის თურმე მათი პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციით გაწერილია და კონსტიტუციით გარანტირებული ქონდა საქართველოს მოქალაქეს. ასევე
2024 წლიდან იცვლება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ დოკუმენტებში ომის დაწყების თარიღი. დღეს ძალიან ამაყად იმეორებდნენ რიხიანად, რომ ომი დაიწყო 8-ში, ანუ რუსების ტერმინს იმეორებენ, რუსების თარიღს, ტერმინს, ყველაფერს იმეორებდნენ დღეს. რა ეტაპია ეს? თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და ამ ინტერესების ღალატი. კარგია, რომ ჩვენ ცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ინახება და ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, მას ხანდაცმულობა არ აქვს სხვათა შორის ამ კონკრეტულ შეფასებას. ამიტომ ვიკითხავ პირდაპირ რა ხდება უკან დასახევი გზები ჩაუჭრეს ივანიშვილს, ანუ 2024 წლიდან ივანიშვილი დაადგა ძალიან ღიად გაცხადებულ რუსულ გზას, დაგვიწყო ბოდიში მოიხადეთო იქიდან, მე ვერ მოახდევინა ამ ხალხს ბოდიში, სადღაც შეჩერდა, სადღაც გააგრძელა, მაგრამ ჯიქურ მიდის ამ გზაზე. ბოდიშის მოხდა მოუწევთ იმ ადამიანებს, ვინც შეურაცხყოფას აყენებს, აი თუნდაც ამ განცხადებებით, იმ ხალხს, ვინც იცავდა, იქ ვიღაცა მძინარა ქალაქს კი არ ბომბავდა, იცავდა ქართულ მოსახლეობას, ქართულ მიწას და ჩვენ სამშობლოს. ამიტომ მე ვიცი ბოდის ვინ მოიხდის. ეს იქნება ქართული ოცნება. მაგრამ მათთვის ეს მე იქნება ძალიან გვიან. თვითონ ივანიშვილს მე არ ვიცი ვინ სხვა რა როგორ არის, მაგრამ აი ქართველი ხალხის წინაშე აქ ორი გამოსავალი. ან გადააბაროს ხელისუფლება სამართლიანად და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ სირცხვილისთვის, რასაც ამ ბოლო წლების განმავლობაში გვაჭრებენ, იმ შეურაცხყოფისთვის, რასაც ჩვენ გმირებს, ჩვენ მოქალაქეებს და ჩვენ ეროვნულ იდენტობას აყენებენ, ან ისინი ძალიან სწრაფად და ძალიან მძიმედ ჩამოიშლებიან. ნებისმიერ ვარიანტში მათ მოუწევთ ძალაუფლების დათმობა, ნებისმიერ ვარიანტში მოუწევთ წასვლა და აქვე ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად შეიქმნება ისეთი პირობები, როდესაც ადამიანები დაუბრუნდებიან ლაღ, ამაყ და იმედიან ცხოვრებას. აი ეს რიტმი, ეს ემოცია, ყველგან იგრძნობა, მეც ახლა სადაც ვარ. კი ბევრი გაჭირვებაა, კი ბევრი სირთულეა, ძალიან ბევრი ელემენტი. თუშეთი მოიარეთ ხო მთლიანად, როგორც დიახ, ახლაც აქ ვართ და ხვალიდან უკვე გადავალთ ხევსურეთში. მოვიარეთ ბევრი ადგილი, რა თქმა უნდა და აი ყველგან მიუხედავად იმისა, რომ არის ელემენტარული პრობლემები. ხომ აი ახვალ სოფელში სადაც თქვა არ არის სასმელი წყალი ნორმალურად მიუხედავად იმისა რომ თუშეთში დაუსულმა ბუნებამ ღმერთმა მოგცა აი ანკარა წყაროები ჩამოდის ყველგან აი აქ და სასმელი წყალი არ არის, ხიდი არ არის, ავტომობილო გზა არ მიდის, დენი არ არის, ის არ არის, რა ქვია, მობილური კავშირი, ექიმი არ არის, ექიმი რო დაგჭირდეს, ვერტფრენით უნდა ჩამოვიდეს ვიღაც ზამთარში და შეიძლება 4 დღე დაჭირდეს ამას. მაგრამ ეს ხალხი მაინც აქ ცხოვრობს და აქ შრომობს და რატომ აკეთებენ ამას? ხო? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უყვართ ეს მიწა და რატო უყვართ ეს მიწა? იმიტომ რომ აქ გაიზარდნენ. მათი მამაპაპა აქ სისხლს ღვრიდა. მომხდურებისგან დასაცავად თუშეთის და საქართველოსი და იმიტომ რჩება ეს ადამი, იმიტომ უნდა ვიდგეთ ჩვენ ყველა მათ გვერდითაც და ყველა ერთად აი ეგ მომენტი, როდესაც ერიც და ბერიც დადგება ერთად და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ყველაფერს მიუზღავს ისე როგორც ეკუთვნის აუცილებლად იქნება და ჩვენ ამაში ძალიან დიდ როლს შევასრულებთ. ჩვენ ახლა დავდივართ საქართველოს გულისთვის კამპანიით, ახლა გვაქვს ზუსტად აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი მსოფლების კამპანია და შევკრებთ იმ ენერგიას, რაც ჭირდება იმ დიდ ცვლილებებს, რომლებსაც მოითხოვს ჩვენი სამშობლო ჩვენგან. ჩვენი ვალია, რომ აი ამ ხალხს არ გამოვახრევინოთ და არ შევაჭმევინოთ მთელი სამშობლო. და ის რაც რუსმა ვერ მოახერხა ტანკით ცდილობს ახლა ქართული ოცნების ხელით ფაქტობრივად და რაც ვერ მოახერხა ტანკით, აი ზუსტად ამას ვკითხულობ, ვერ შეაშინა ადამიანი ყველაზე ძვირფასი სიცოცხლის გაღებით, ამასაც დათანხმდა საქართველოს მოქალაქე, სამშობლოსთვის გაეწირა თავი. და აი აქ თავსმოხმეული რუსული პროპაგანდა უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვითო? არა, ვერანაირად ვერ აღმოჩნდება, ვერ გაიმარჯვებენ, ვერა. ამის მე მჯერა, რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდები, რაც უფრო მეტ ქალაქში ჩავდივარ, ამის რწმენა კიდევ უფრო მიმყარდება. ხა რა არის ისეთ ეს რაც ხდება? სამწუხაროა ძალიან. მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს არ მთავრდება. ანუ ჩვენ არასდროს ჩვენს ისტორიაში არა მხოლოდ ჩვენ, არამედ არც ერთ სხვა ქვეყანას არ გვექნება ის მომენტი, როდესაც თავისუფლების დასაცავად ძალისხმევის გაწევა არ დაგჭირდება.
თუნდაც ეს იყოს თავგანწირვა, თუნდაც ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყნებში ეს დემოკრატიული პოლიტიკური გზებით ხდება, ხომ? და ჩვენ ვიღაც ველურებთან გვაქვს ახლა საქმე, ხო? გაუნათლებელ ვიღაც ხალხთან, რომელიც შინაარსი და რაღაც დაუწერენ ამ რაღაც საშინელ ფორუმებზე ტექსტებს და იმასაც ვერ კითხულობენ, ხო? მაგრამ ნუ ჩაუვარდა ამ ხალხს ხელში ძალაუფლება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის მუდმივი და ყველა მოქალაქის, რომელიც თავს თulis საქართველოს შვილად, საქართველოს პატრიოტად, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ არასდროს არ მოვა ის მომენტი, როდესაც წამოგორდებით ტახტზე და ვიტყვით, რომ აი მორჩა, ეხლა პრობლემები აღარ იქნება, გვექნება ბედნიერი ქვეყანა. არა, ყოველთვის იქნება შრომა საჭირო, ყოველთვის იქნება ბრძოლა საჭირო, ესე იყვნენ ჩვენი წინაპრები, ესე იყვნენ თუშები აქ, ხომ? და ასე უნდა გავაგზავნოთ, ჩვენ ვართ მართალია მცირე ქვეყანა, მაგრამ ამაყი და ძლიერი ხალხი და თავისუფლებას ესე ადვილად არ ჩავაბარებთ აი ამ ვიღაც სერგო ორჯონიკიძეების პარტიას.